მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვართ TL Group-ი, ჩამოყავს ავტომობილები ამერიკიდან და კორეიდან, ეს კი TL Time-ია. დღეს ვიმყოფებით Drunk Teddy-ში, მადლობა მინდა Teddy-ს გადაუხადო ამ სივრცის დათმობისთვის. შეგიძლიათ მობრძანდეთ და ძალიან კარგი დრო გაატაროთ. TL Time არის გადაცემა ავტომოყვარულებისთვის, რომელიც მოიცავს 4 პუნქტს. პირველ პუნქტში იქნება განხილვა ახალი ავტომობილების და მათი კონკურენტების, რომელმა ავტომწარმოებელმა გამოუშვა ახალი ავტომობილი და რა აქვს მას განსაკუთრებული მის კონკურენტებთან შედარებით. მეორე პუნქტი ეს იქნება პრობლემები ავტოიმპორტში და არა მხოლოდ ავტოიმპორტში, ზოგადად საქართველოში, ავტოსფეროში, რა პრობლემები არის კონკრეტულად ჩვენი გადაცემის ჩაწერის დროს. განვიხილავთ ამ პრობლემებს და მისი გადაჭრის გზებს. მესამე რუბრიკა ეს არის ჩემი უსაყვარლესი რუბრიკა. ყოველ გადაცემაში განვიხილავთ თითო ხრიკს და ტყუილს ავტოიმპორტიული კომპანიები, რომლებიც თქვენ ამ ხრიკებით მიგიზიდავენ ან გატყუებენ. მეოთხე რუბრიკა კი იქნება განვიხილავთ იმ ავტომობილებს, რომელზედაც აუქციონის თამაშს ვაპირებთ, ან ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს კორეაში ავტომობილის შესამოწმებლად. ეხლა კი გაგაცნობთ TL Time-ის და რა თქმა უნდა TL Group-ის გუნდს. ჩვენი მიშა, კორეის გაყიდვების მენეჯერი. მოგესალმებით. ხიზანა, ამერიკის გაყიდვების მენეჯერი. და ჩვენი შოთა, ასევე ამერიკის გაყიდვების მენეჯერი. პირველი თემა, რაზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის ახალი ავტომობილები, კონკრეტულად კი დღეს განვიხილავთ Toyota RAV4-ს 2026 წლის, რომელიც რამოდენიმე ქვეყანაში უკვე ჩაეშვა გაყიდვებში. პირველი ეს იყო ჩინეთში და შემდეგ რამდენიმე ქვეყანაში. მინდა ბიჭებო, თქვენი აზრი გავიგო ამ ავტომობილთან დაკავშირებით, აქ თქვენ ხედავთ ინტერიერს, აქ ექსტერიერს. რადიკალურად შეიცვალა თავის წინა ვერსიასთან შედარებით RAV4, გახდა სრულიად სხვა დიზაინის, სალონში ბევრი ისეთი არაფერი, თუმცა გარედან ძალიან განსხვავებულია. ხიზანა, აბა რა სიტყვი? მე არ ვიტყვი, რომ ძალიან შეიცვალა დიზაინი, ფორმები შეინარჩუნა, მაგრამ უფრო ჩინურ ელექტრომანქანას დაემსგავსა ერთი შეხედვით. ცხვირს გულისხმობ. მე მაგალითად უკანა მხარე, აი წარწერას დაემატა RAV4-ის, არ მომეწონა ერთი შეხედვით თავიდან რომ შევხედე, ეგრევე ნივას წარწერას გავდა თითქოს. ასე უნდა სასაცილო ჟღერდეს, ეგრე მომეჩვენა თავიდან. ფარები შეცვალეს რადიკალურად და აი მე ვამგვანებ Infinity-ის ფარებს. აი სხვათა შორის წინა მოდელებს ჯობს რა, ბევრად ჯობს წინა მოდელებს. ბევრად დახვეწილი არის ვიდრე წინა მოდელები იყო. შენ უფრო მოგეწონა ესე იგი. მე სხვათა შორის მეც ჩინურ მანქანას ვამსგავსებ დიზაინით, იმიტომ რომ მე დიდად უფრო წინა ვერსია მომწონდა სიმართლე რო გითხრათ. ჩემი სუბიექტური აზრით გამოუვიდათ ეს მანქანა და წინამორბედს ჯობია ბევრად. ძალიან კარგი. ტექნიკურ მახასიათებლებს გეტყვით და ფას რაც მთავარია. ესე იგი, ტექნიკურად არაფერი არ შეცვლა, 2.5 ატმოსფერული ძრავი, ვარიატორის ჰიბრიდული ვარიატორია, ICVT ქვია, ვარიატორის ტიპის გადაცემათა კოლოფი, არის დატენვადი ჰიბრიდის ვერსია, რომელიც 42 მაილს გადის მხოლოდ დენზე და შემდეგ ჩვეულებრივი ჰიბრიდი. ავტომწარმოებელი აცხადებს, რომ ამ ავტომობილის წვა ქალაქში იქნება 5 ლიტრი, ბენზინის ვერსიის წვა ქალაქში იქნება 7.5 ლიტრი, რაც მაყურებელმა კარგად იცის, რომ ავტომწარმოებელი ყოველთვის კარგ ვერსიას გვეუბნება და რეალურად მინიმუმ 2 ლიტრი უნდა მიმომატოთ წვა. და ეხლა მინდა მთავარი, რაც არის ეხლა ამ ავტომობილებში გითხრათ. ესე იგი, ბიჭებო, ახალი RAV4-ის ფასები საბაზისო ვერსია იწყება $30000-დან და მაქსიმალური კომპლექტაცია ჯდება $42000. რამდენად აზრი აქვს ამ ავტომობილის ყიდვა მაშინ, როცა მისი კონკურენტი Mazda CX-5 და Honda CR-V საბაზისო ვერსია იწყება $31000-დან, ხოლო მაქსიმალური $27000 იღებს მაშინ, როცა RAV4 $42000 იღებს. რამდენად აქვს აზრი ამ შემთხვევაში RAV4-ის ყიდვას? ლაშა, ჩემი აზრით, საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც RAV4-ს აირჩევს, რადგან ეს ხაზი ძალიან პოპულარობით სარგებლობს საქართველოში და არა მარტო საქართველოში. და გადაიხდის ოდნავ მეც, მაგრამ ეყოლება Toyota, რადგან ვიცით ახლა Toyota-ს ხარისხი, სახელი და ასე შემდეგ. თუმცა რაღაცა ნიშა Mazda-მაც დაიკავა და აუცილებლად უნდა ვახსენოთ Honda CR-V, ანუ ჩვენებურად CR-V, იმიტომ რომ ძალიან შეიყვარა ეს მანქანა ხალხმა და მართლა კარგი და ხარისხიანი მანქანა. მეორე ფაქტორიცა შეიძლება ვიღაცას ეს ძალიან თანამედროვე დიზაინი არ მოსწონდეს,
მაგალითად მე, აი, CR-ვის დიზაინი გეურად Honda უფრო გავს რაღაც მანქანას. როის ამბავი, ხალხი ეჩვეო მე დროთა განმავლობაში. თქმა უნდა, მაგისკენ მივდივართ ყველა ბრენდი საბოლოოდ მსგავს დიზაინებზე გადავა, მაგრამ ჯერჯერობით აი სტანდარტული ეს მანქანის ვიზუალი ამ Honda შენარჩუნებული აქვს. Mazda-ზეც იგივეს თქმა შემიძლია რა. რაც უნდა აღვნიშნოთ, Toyota-ში ეს არის ძრავი და გადაცემათა კოლოფი, საუკეთესო ძრავი. საუკეთესო გადაცემათა კოლოფი. თუმცა მინუსით შეგვიძლია ვთქვათ, ხმის იზოლაცია, რასაც ახლა ვერ მოვთხოვთ, რადგან იაპონელები პრაქტიკული ხალხი არის და უფრო იაპონელებს ყველას ერთნაირი სტატისტიკა აქვს, უბრალოდ ანუ გადაცემათა კოლოფის და ძრავის კუთხით დიდათ არც Honda და არც Mazda არ ჩამოვარდება გამძლეობით. Mazda-ს ერთადერთი მინუსი შეგვიძლია დავასახელოთ, რომ არ ყავს ჰიბრიდი. ნუ CX-5 არ ყავს კონკრეტულად. თუმცა ძალიან ლამაზი მოდელია. ხო, კი ბატონო, კი. მარტივად რო შემოვიფარგლოთ, ანუ ვინ როგორ შეაფ, აი, მიშ, შენ მაგალითად, აი, გარედან ამ სამი ვერსიიდან რომელს აარჩევდი და ინტერიერში რომელს? აი, მე პირადად Honda CR-ვის ავირჩევდი, იმიტომ რომ მომწონს გარე დიზაინი, თუმცა Toyota-საც კარგი დიზაინი აქვს, მაგრამ ის მირჩევია. და ინტერიერი? ინტერიერი Toyota-ს ჯობს. Toyota-ს უფრო. თუმცა აი Mazda-საც კარგი აქვს. მოწონს Mazda-ს. Honda-ს ძალიან მოძველებული ინტერიერია. ცოტა ღარებული აქვს, თუმცა მაინც რატომღაც გარედან ვიზუალურად მაინც Honda მომწონს. Honda-ს ავირჩევდი ზოგადად. მეც Honda-ს ავირჩევდი, რაც შეეხება ინტერიერს. მე მგონი ყველაზე დახვეწილი გამოუვიდა Mazda-ს. კი, ძალიან მაგარი მაგრამ აი ეს დაფა წინ რაც აქვს მონიტორი ძალიან სენსორული გახდა Tesla-ს მსგავსად გახდა სენსორებზე ყველა წარმოებელი მაგას აკეთებს და არაპრაქტიკულია ჩემი აზრით იმიტომ რომ სიტყვაზე გზაზე რომ მიდიხარ იქ უნდა მთელი ყურადღება მონიტორზე გადაგდის ან ხმასო დაუწიო სიტყვაზე ან რაღაც კონდიციონერს დაბერვას მოუმატო რაღაცას გიწევს უყურო მონიტორზე და ძალიან მიუღებელია ჩემთვის. ვიზუალს რაც შეეხება ამ მანქანების, მე ძალიან მომწონს Mazda-ს გარე ვიზუალი, ძალიან თანამედროვედ გამოიყურება, თუმცა ახალი რაოთხიც არ ჩამორჩება რა. იყოფა ჩვენი აზრები, მაგრამ ახალი რაოთხის ფორმები უფრო დახვეწილია წინა მოდელთან შედარებით. განსაკუთრებით აი გამოირჩევა 2019-დან 25 წლამდე მოდელები იმდენად თხელი მასალით არის გაკეთებული, რომ უკნიდან პატარა მიდებაზეც კი გამოსაჭიმი ხდება მანქანა. ნახოთ ახლა ახალ მოდელებში თუ გააუმჯობესებენ ამ რამე გამოსწერდეს თვითონ ავტომწარმოებელი აცხადებს, რომ თვითონ ეს თხელი მეტალი ხელს უწყობს, რომ შეარბილოს დარტყმა. არ ვიცი ეს სიმართლე რო გითხრა ტექნიკურად როგორ მოქმედებს, მაგრამ ნუ ფაქტი ის არის, რომ ოდნავ ხელის დადებითაც კი შეიძლება მიგია რომ უბრალოდ მიყუდებისგანაც კი ეს იწვევს მე რაც მე ვახსენე ხმის იზოლაციის რა თქმა უნდა ხმის იზოლაცია საშინელია მაინც გადაამლაშა ბევრი აღნიშნავს სხვათა შორის ხმის იზოლაციას ბევრი უჩივის ასე რომ ვთქვა სხვათა შორის ბიჭებო ძალიან ბევრი არის იმედგაცრუებული ახალი Lexus-ებით და რატო ანუ Lexus-ი არის პრემიუმ კლასის Toyota იდეაში უნდა კონდეს კარგი ხმის იზოლაცია ყველაფერი ამ დროს როგორც Toyota-ში არ არის ხმის იზოლაცია, იგივენაირად არ არის Lexus-ში. ძალიან სამწუხაროა, რადგან ძალიან პოპულარულია ეს მანქანები მთელ მსოფლიოში და ერთ ინციდენტს უნდა უძლებდეს რაღაცნაირად. თუმცა, მოდი პლუსებზე ვილაპარაკოთ. თხელმა მეტალმა გამოიწვია ავტომობილის შემსუბუქება, შესაბამისად მოიკლო წვამ, გაიზარდა ავტომობილის გაწევაც. და უკვე პატარა ძრავიც ყოფნის იმისთვის, რომ იყოს დინამიური. მართალი ხალაშა, რეალურად RAV4-ს პრინციპში ჰიბრიდულ კროსოვერებში არ ყავს კონკურენტი, ნომერ პირველია, მართლა ძალიან ცოტა სწავს და მართლა კარგი ზომის კროსოვერია. კი ბატონო, ნამდვილად. მოდი მაშინ შევაჯამოთ. მოდი ვთქვათ ამ სამეულიდან RAV4-ის კონკურენტებიდან ვინ რომელს ვიყიდით. მე მაგალითად პირადად დიზაინის ჩემთვის თავარი არის ავტომობილის ვიზუალი. ანუ რო გადმოვდივარ მანქანიდან, ანუ იმას უნდა გავაყოლო თვალი, უნდა შევხედო. სხვანაირად ის ჩემი ავტომობილი არ არის. მე მაგალითად ამ სამიდან Honda CR-vis ავირჩევდი და შევიძენდი. თქვენ რა სიტყვით? ნუ თვალის გაყოლებაზე თუ მიდგება საქმე, ჩემი აზრით RAV4-ს უფრო მეტი გამოაყოლებს, იმიტომ რომ დიზაინი ცოტა ისეთი აქვს. ძალიან გათანამედროვებულია. ნუ შენ რომელს იყიდი ამ სამიდან? მე მაინც CR-vis ვიყიდი. უფრო სტანდარტულად
სტანდარტული ვიზუალი აქვს მანქანის და არ არის კოსმოსში გაფრენილი რა. ჩემი აზრით ახლა მე უფრო ეკონომიურობას მივაქცევდი ყურადღებას, ამიტომ რა ვერთხს ავირჩევდი ყველა ვარიანტში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონს Mazda. მე ავირჩევდი გარე ვიზუალის მხრივ CR-ვის. მიუხედავად იმისა, რომ სალონი ცოტა იმათთან შედარებით ცოტა ხარებული არის, მაინც CR-ვი მიჩვენია. მოძველებული ეს. მოძველებული, ასე რომ ვთქვათ, ცოტა ხანში ახალ ძარასაც შემოგვყავს. მაინც Honda ყოველთვის მომწონდა დიზაინში და მე მაგალითად კი და არანაირად არ ჩამოვარდება Toyota-ს განძლეობით, აბსოლუტურად არანაირად. Mazda-ს უფრო აწყობის ხარისხი არის თავის კლასში სამივე კარგი ავტომობილია მთლიანობაში, რო ვთქვათ. კი ბატონო, მოკლედ კიდევ ერთხელ გავიმეორებ მათთვის, ვინც 2026 წლის მოდელების შეძენას აპირებს. მინიმალური კომპლექტაცია Toyota RAV4-ის იწყება $33000-დან, მაქსიმალური ჯდება $42000. Honda CR-ვიც და ასევე Mazda CX-5-იც იწყება $31000-დან და მაქსიმალური არის $27000. ცოტა გადავუხვიოთ ჩვენი რუბრიკებიდან და მაინტერესებს თქვენი აზრი ახალ ინფორმაციაზე. Mercedes-მა დაიწყო მოლაპარაკებები BMW-სთან, რომ გამოიყენოს მათი 4 ცილინდრიანი ძრავი. პირველად შესავალს იმას გავუკეთებ, ხო ცოტა სასაცილოა, ამდენი ხანია წლებია BMW და Mercedes-ის ეკიშებებია. დავიწყებ ინფორმაციით, რომ Mercedes-ი ამქამდე დღემდე თანამშრომლობდა Renault-თან, საკმაოდ მჭიდროდ Renault-ს ძრავები ბევრი შეხვდებათ Mercedes-ში და კოლაბორაციაც იყო ძრავების. შემდეგ უკვე არ ვიცი ალბათ უკმაყოფილო იყვნენ Renault-ს ძრავებით. ბოლოს გავრცელდა დაახლოებით 1 წლის წინ ინფორმაცია, რომ დაიწყეს მოლაპარაკებები Geely-თან. Geely, ჩინური კომპანია, რათა მათ დაიმზადებიათ 4 ცილინდრიანი ძრავები. მაგრამ იქ რაღაც ვერ შედგა თანამშრომლობა და ეს თემა დაიხურა და როგორც იქნა მიადგნენ BMW-ს და მოკლედ ბევრი ფიქრის შემდეგ კი, ანუ მხოლოდ 4 ცილინდრიან ძრავებზეა საუბარი. ამ ეტაპზე Mercedes-ის 4 ცილინდრიანი ძრავი იდეაში არის მხოლოდ 2.0 ტურბო ბენზინის ძრავი და 2.0 დიზელი. რადგან დაბალი ძრავები Renault-ია, ისედაც Renault-ი აქვს. ალბათ ამათაც BMW-ი ჩაანაცვლებიები. მე ჩემას ვიტყვი ბიჭებო, როგორც იქნა BMW-ზე, როგორც იქნა Mercedes ექნება კარგი 4 ცილინდრიანი ძრავი, იმიტომ რომ Mercedes-ის 2.0 ბენზინი იყოს საშინელება, სულ პრობლემები აქვს, ცეპის პრობლემები აქვს, ძრავის ზეთის ტუმბოს პრობლემებია, უამრავი პრობლემებია, სხვათა შორის არც დიზელი მარიوارგა. ამ დროს როცა BMW მოყოლებული 2016 წლიდან უფრო და უფრო აუმჯობესებდა ძრავებს და დღეს დღეისობით ახალი თაობის ძრავები რაც აქვს 4 ცილინდრიანი, გინდა დიზელი, გინდა ბენზინი არის საოცრად გამძლე. ძალიან გამძლე და ძალიან წინ გადადგა და როგორც იქნა Mercedes ექნება კარგი 4 ცილინდრიანი ძრავი. თუმცა საინტერესო რა არის? დამოკიდებულება მაინტერესებს BMW-სა და Mercedes მოყვარულებს შორის. Mercedes დღემდე რაღაცა დავის საგანი არის. აღარ იყიდიან 4 ცილინდრიანი ხამათის სასაცილო არის თვითონ BMW-ს და Mercedes-ის ფანებს შორის ეგ თემა, თორე რეალურად Messi Ronaldo-სი არ იყოს. ერთმანეთში კარგად არიან, მაგრამ ფანები სუჩხუბობენ და რაღაც ერთმანეთს, ასე ვთქვათ, ჭყალებში ეღადავებიან, მაგრამ ჩაოლებრი ამბავია, თო ხდება ავტოინდუსტრიაში ეს რაღაცები, რომ ერთი ბრენდი მეორეს რაღაც ნაწილს იყენებს და ასე შემდეგ. ო, მაგრამ ეს იმენა უშუალო კონკურენტები არიან და ყველა სასაცილო იქნება ხა BMW და Mercedes-ი რო გაერთიანდნენ და აუდზე გადაიტანა მთელი აგრესია. რას ფიქრობთ? კარგია ეს ბრენდებს ჩემი არის ერთმანეთს მიმართ აგრესია და რაღაცა არა აქვთ. ლაშა, ჩემას გეტყვით, ამდენი კომპანია არსებობს და მაინდა-მაინც ბავარიაში მიაკითხეს BMW-ს, მაინდა-მაინც რა, რომ არ შეიძლებოდა ესეთი რაღაცა, მაგრამ ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. შეიძლება გავიდეს დრო და BMW-მაც მოაკითხოს მერე Mercedes-ის ძრავებს. თუმცა ეს ფაქტი ერთ დროს იყო Mercedes-ის ძრავები, რომ ნომერ პირველი იყო, მაგრამ გავიდა დრო და თუმცა ლაშა იმის თქმა მინდა რომ ეს ფაქტი ლოგიკური იყო. ანუ ძრავებს თუ გავითვალისწინებთ 4 ცილინდრიანი BMW-ი კარგი იყო, ამათ არ უარგოდათ და შესაბამისად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იქვე შორს არ წავიდნენ, იქვე გერმანიაშივე აიღებენ ამ ძრავებს რა. რა გინდათ? ვერაფერს ვერ იტყვი. რა თქმა უნდა, მაგას პლუსებიც აქვს. 2018 წლიდან BMW-ს ძრავები როგორც დიზელებზე არ მაქვს საუბარი, ისედაც კარგი იყო და
ბენზინის ძრავები 2018 წლიდან თუ რაიმე მცირედი ხარვეზიც ჰქონდა, ყველაფერი გამოასწორეს. და მიიღებენ საუკეთესო ძრავს მთლიანობაში და კარგი გადაწყვეტილება. ჩვენ გვეცინება, მაგრამ არ ეცინება Mercedes-ის ხელმძღვანელობას და მიიღო პრაგმატული რაღაცა ისეთი გადაწყვეტილება. ფანებს თვალებში როგორ ჩახედავენ. მე მაგალითად მომწონს ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მომხმარებელი როცა ჩვენთან მოდიოდა, ყოველთვის ურჩევდით, რომ ცოტა მაღალი კუბატურის ძრავი იყიდათ, ან დიზელი, იმიტომ რომ დიზელი ასეთ ისე გამომდგარი. ეხლა თამამად შეგვიძლია ზევე ძრავით ურჩევდეთ ავტომობილი. უბრალოდ ხაზგაუსმევ იმ ფაქტს, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც ჯილისთან დაიწყეს მოლაპარაკებები და ჩაიშალა, ისევე შეიძლება BMW-სთან მოხდეს უბრალოდ ოფიციალურად დაიწყო ეს მოლაპარაკებები. ამიტომ გავრცელებული ამბავია, ჩვენც გავაჟღერეთ ჩვენს პროექტში. ყველა ამაზე საუბრობს და ჩვენი აზრის გადაწყვეტილება მგონია. რატომ იცით ბიჭო, ანუ BMW რეალურად მართლა კარგ ძრავს გაუკეთებს და არ ამგონია რომ ჩაიშალოს ეს ხელშეკრულება. ძალიან კარგი იქნება. გადავიდეთ ბიჭებო მტკივნეულ თემაზე, პრობლემები ავტოიმპორტიორ სფეროში. პირველი გადაცემა TL Time-ის და ალბათ ყველაზე დიდ პრობლემას შევეხებით დღეს და იმედია შემდეგ უკვე გალაიცდება ეს ყველაფერი. ეს არის ყაზახების ბატონობა საქართველოს ბაზარზე. ბევრი ამას ავტოიმპორტიორ კომპანიებს აბრალის, რომ კოდები დაარიგეს, ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი. და ამას მე გამმარტავთ. მეორე ის არის, რომ ანუ ძალიან შერბილებული კანონებია ჩვენთან, თქვათ, იგივე უცხოელების მიმართ და ანუ მათ იგივე უფლებები აქვთ, რაც ჩვენ, ქართველებს და ეს არ უნდა იყოს დამეთანხმებით და ანუ ბევრი ფაქტორი არის. მე ვიტყვი იმას, რომ დღეს რა ხდება ქართულ ბაზარზე. რუსთავის ავტობაზრობა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ნომერ პირველი ამიერკავკასიაში. ამით ალბათ უმრავლესობა ქართველები არ გადავაჭარბებთ, თუ 50% შეუვლობდა ფულს, ვისაც პატარა ბიუჯეტიც ჰქონდათ, ჩამოყავდათ მანქანები, ყიდიდნენ უცხოელებზე და ამით ოჯახს არჩენდნენ. დღეს რა სიტუაცია გვაქვს? ჩამოვიდნენ ყაზახები, ანუ სხვა ნაციაზეც არ ვამბობ რა, კონკრეტულად ყაზახები ჩამოვიდნენ. ყაზახები, ყირგიზები. ხო, ყაზახები, ყირგიზები ჩამოვიდნენ. მე არავისთან პრეტენზია არ მაქვს არც ერთ ნაციასთან, მაგრამ ნუ ფაქტი ფაქტად შევა. ჩამოვიდნენ ყაზახები, გახსნეს ავტოსალონები რუსთავში, გახსნეს სახელოსნოები, დაიწყეს თვითონ ავტოიმპორტი, იმის მაგერად რომ რუსთავში ეყიდათ ქართველებისგან ავტომობილები, თვითონვე ჩამოყავთ ავტომობილები, თავისივე გაკეთებულ სახელოსნოში აკეთებენ და შემდეგ გაყავთ ქვეყანაში. ანუ ამ ჯაჭვში არსად არის ქართველი. ქართველი დილერი დარჩა საქმის გარეშე. ქართველი დილერი დარჩა საქმის გარეშე, ქართველი ხელოსანი დარჩა საქმის გარეშე. ანუ ყველა აბსოლუტურად რა და ამას იყენებენ ჩვენ ქვეყანას საქართველოს. ანუ ჩვენზე მეტი უფლება აქვთ რა, წარმოიდგინეთ. ну მან ესეთი რაღაცა მოხდა ლაშა, ვიცით ახლა ყველამ პირდაპირ კომპანიებს მიაკითხეს და კომპანიებმა ჩათვალეს, რომ უნდა დაერიგებინათ კოდები და გამოეტოვებინათ ის რგოლი ამ დიდი ჯაჭვიდან, რასაც ქვია დილერი, რომელიც ყიდულობდა მანქანებს ისედაც აკეთებდა, გაყავდა ბაზრობაზე და უკვე იქ ხდებოდა ამ უცხოელებზე მანქანის გადაყიდვა. ეს რგოლი ამოვარდა და ასე ვთქვათ, ქართველი დილერი ჩაანაცვლა ყაზახმა და ყირგიზმა დილერმა. შესაბამისად, ამას ემატება ის, რომ თავიანთ ქვეყანაში ეს მანქანები იმდენად ძვირია, რომ ძალიან დიდი ფორა აქვთ. თანხებთან დაკავშირებით, მაგალითად, თუ ამერიკაში უნდა ვეთამაშოთ კონკრეტულ მანქანას არაუმეტეს $10,000-მდე, იმას აქვს საშუალება, რომ $15,000-მდე გაყვეს, რადგან ჩამოიყვანს, გააკეთებს და თავის ქვეყანაში 10,000-ით კიდე ძვირად გადაყიდავს. საქართველოს არ შეუძლია, იმიტომ რომ ის უცხოელი თუ არ გაიყვანს მანქანას, საქართველოსთვის უკვე ძვირი ჯდება. ქართველისთვის ძალიან მწირია ეს ლუფტი და ყველა ცდილობს, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად იაფად იყიდოს, რომ შემდეგ იცის აქ, რომ ძალიან ძვირად და ბევრს ვერ მოუგებს. ეთყობა ხოლმე აუქციონებს, მაგალითად, როცა თამაშობ აუქციონს და ჩვენი საბაზრო ფასის ზევით როცა არის უკვე ბიდი, აი მან ხვდები რომ უკვე ვიღაც თუნდაც ქართული დროშა ენთოს. ქართული დროში თვითებია, იმიტომ რომ კოდები არის. ჩვენ საქართველოს კოდებით აი დიდმა კომპანიებმა დაარიგეს ესე, მარცხნიდან მარჯვნივ დაურიგეს და თამაშობენ ყაზახები. მაგიტო არის რომ ანუ არასაბაზრო ფასებში იყიდება აუქციონებზე. მანქანები. მე ვფიქრობ რომ ეს კოდების დარიგება ნუ ერთ-ერთი თემა არის. მაგის ყველაფერს, მაგრამ თუმცა ეს სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ეს საკითხები, ანუ კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს, რომ
უპირატესობა უნდა კონდეს თავის ქვეყნის სხვათა შორის ერთ-ერთ შეხვედრაზე მაგ თემაზე გამაჩერეს, რომ რატო უნდა კონდეს უპირატესობაო და ხო, ეს წინათლობიდან დაიწყო სავარაუდოდ ყველაფერი, ხო. იქ ვინმე თუ დავიგებს ხალი ჩას მარტო ყაზახეთია ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ნებისმიერ თავს ერთ საწვე თანხმები მეორესაც ეხა ავტოიმპორტიორმა კომპანიებმა დაარიგეს კოდები პირველი ვიტყვი მაყურებლისთვის რომ TL Group სრული პასუხისგებლობით ვამბობ ამას TL Group-ს არცეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე კოდი არ აქვს მიცემული. რა გამართლება იყო ავტოიმპორტიორი კომპანიების მიერ და მაგაში ვეთანხმები. ანუ კი, ჩვენ დავარიგეთ კოდები იყო ესეთი შეხვედრა ავტოიმპორტიორი კომპანიებში, ჩვენ დავარიგეთ კოდები, იმიტომ რომ ბიზნესის კუთხით ეს სწორი იყო. ვეთანხმები, სწორი იყო. ერთ შესწორება შევიტან ის, რომ ელემენტარულად როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეა შეგიძლია ბევრად დიდი თანხა მიცე ტრანსპორტირებაზე ვიდრე ქართველს და ამით რაღაცით მაინც წაეხმარო ქართველს. შენ დილერსაც ხელი შეუწყო, რომ არ დაუზიანო სიტუაცია. იმას შეიძლება ან აღარ უღირდეს, ან მანქანა გაუძვირდეს რა და უფრო ნაკლებში ითამაშოს. კაი, მან დავანებო თავი. გამართლება ავტოიმპორტიორი კომპანიების მხრიდან იყო ესეთი, რომ ჩვენ არ დავარიგებთ კოდებს, ჩვენი დილერები დაარიგებენ და აიმად მართლები არიან. მე არ დავარიგებ კოდებს, მაგალითად, შენ დილერს, ქართველს, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩამოყავს ავტომობილები, ის მიცემს კოდს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ისე რომ ჩვენ არც გვეცოდინება. ეს მართალი თქვეს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცით, ესე ვთქვათ, ერთმანეთის გვერდში დადგომა, იმიტომ რომ ჩვენ თუ ვართ კარგად, სხვა დიდად არ გვაინტერესებს რა. ესე ვართ. არ ვიცი რატო ხდება ესე საქართველოში, მაგრამ ესე არის და მართალია ამ კუთხით, იმიტომ რომ ჩვენ არ დავარიგებთ კოდებს ჩვენი დილერები მიცემენ კოდებს და ისინი შევიან რომ წინ გახედო არ ვიცი და ერთი დღით ცხოვრობენ უმეტესობა რა. დღეს კარგად არიან, აი ხვალ რა მოხდება ამის გამო, შენ რო ეს სიტყვაზე ესე მოიქეცი, მაგას აღარ უყურებ. ბევრი შეხვედრის მერე, აი ცილაშა ჩვენც ვიყავით ამ შეხვედრებზე, იმედია რაღაცა გამოსავლამდე მივალთ, რომ ეს სიტუაცია ესე რო გაგრძელდეს უკვე საქართველოში აზრი ეკარგება ამ სფეროში ბიზნესის კეთებას. ნუ პირველ რიგში დილერებისთვის. კი, ბატონი ალექსანდრე, რომელიც არის ავტომობილების ასოციაციის პრეზიდენტი, მართლა ყველაზე მეტად ცდილობს დადის შეხვედრებზე სამინისტროსთან და სწორი მიდგომები აქვს, ანუ სწორად ფიქრობს რა. არის შეთავაზება მთავრობის მიმართ, რომ შეამცირონ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეა შეამცირონ ვადები რომ ავტომობილი ოდესაც ჩამო ერთ კვირაში უნდა გავიდეს ქვეყნიდან შესაბამისად იმას გაკეთების დრო აღარ არის დაზიანებულ მანქანას საზღვარგარეთ ვერ გაიყვანს და ნუ ასე ეგ სხვათა შორის ძალიან კარგი ინიციატივა აუცილებელი გახდება ქართველი დილერის ჩამოყვანილი მანქანა შესაბამისად კომპანიებიც უფრო დაიტვირთებიან შეკვეთები გაეზრდებათ და თუ რომელიმე ჩვენ გადაცემას უყურებს მთავრობის წევრი მინდა ესეც გავაჟღერო რომ ჩვენი რუსთავის ბაზრის გადარჩენა არის მხოლოდ მთავრობაზე დამოკიდებული, იმიტომ რომ სხვა არ არსებობს რა. ბერკეტი აღარ არსებობს მე რომ პირადად ნებისმიერ ქვეყანაში ჩავიდე სასომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, რუსეთში, უკრაინაში, სადაც გინდა და მე გავყიდო იქ მანქანა. არ არსებობს ეგეთი რაღაცა. და ამ დროს საქართველოში შეუძლია ნებისმიერ პიროვნებას უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჩამოვიდეს დაარეგისტრიროს კომპანია ან იმასაც გაუსმენ ხას არ დაარეგისტროს იმიტომ რომ უმრავლესობა ყაზახებს არ აქვს დარეგისტრირებული არანაირი კომპანია ისე მოქმედება საქართველოში ანუ შესაბამისად ბიუჯეტში როგორც ჩვენ შეგვაქვს თანხები ბიუჯეტში უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან არანაირი თანხა არ შედის ანუ ვერაფრით ვერ სარგებლობენ მაშინ როცა საქართველოს ჩვეულებრივად შეაქვს თანხა შესაბამისად ეს უნდა იყოს გადახედილი და უნდა იყოს გაკეთებული ის რომ საქართველოსთვის ქართველი მოქალაქეებისთვის იყოს სხვა პირობები და უცხო ქვეყნის მოქალაქეების სხვა პირობები. ამით რუსთავის ავტობაზარი ისევე დაიბრუნებს ამიერკავკასიაში ერთ-ერთი უდიდესი დარგლად უნდა იგრძნოს თავი როგორც სტუმრად და არა მასპინძლად. კი ბატონო და ელემენტარულია. უცხო ქვეყნიდან ჩამოვიდი შეიძლება ვიღაცამ დაგვირეკოს და შემოგთავაზოს კოდები ხო არ გიდავრიქისო და რუსულად დაგირეკოს და რუსულად დაგელაპარაკებო. კი, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მაგის საშიშროების წინაშე უკვე ვდგავართ, რადგან თავისი სახელოსნოები აქვს სრულ სპექტრს გთავაზობენ მომსახურეობის ასე რომ შეიძლება ჩვენ აღმოჩნდეთ სტუმრად. ნახევრად უკვე ვართ. ვართ. და სხვათა შორის ახლა ჩვენ თემასთან არაფერ შუაშია, მაგრამ
შეეხნენ ტურისტულ ბიზნესაც. რაც საქართველოსთვის ერთ-ერთი მოწინავეა, წარმოიდგინეთ, ანუ ავტოსფერო არ იკმარეს, ტურისტულ ბიზნესაც შეეხნენ და როგორც ვიცი, მანდაც ცოტა მძიმეთაა საქმე. ნამდვილად ძალიან ცუდი ეს რაც ხდება ავტობაზრობაზე. თუმცა ჩვენ ახლა ხელს უწყობთ ჩვენ დილერებს, ჩვენგან ვისაც ყავს ჩამოყვანილი მანქანები და ვეხმარებით გაყიდვაში, სოციალურ ქსელში ვდებთ ფოტოებს და ასე შემდეგ. ვეხმარებით ყველანაირად. ბევრს ჩვენი მანქანა გონია ხოლმე, როდესაც ჩვენ სოციალურ ქსელში დავდებთ და რეალურად მომხმარებლის მანქანაა და მე ვამისამართებთ მომხმარებელთან და ნუ რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ და კიდევ ერთხელ ვიტყვი იმ ფაქტს, რომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ TL Groups არც ერთ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე აუქციონის კოდები არ აქვს გაცემული. ეხლა კი ბიჭებო, განვიხილოთ ხრიკები ავტოიმპორტში. პირველი მინდა დავასახელო ესეთი ხრიკი, რომელიც ყველა ჩვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. My Auto-G, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა არის საქართველოში ავტომობილების შიდა ბაზრის. არის ხოლმე ესეთი სექცია გზაში საქართველოსკენ, სადაც ავტოიმპორტიორი კომპანიები და მათ შორის ქართველებიც ვდებთ გზაში, როდესაც ყავს ავტომობილი, გზაში რო იყიდებთ. მაგრამ ყველაზე გავრცელებული და ყველაზე მასობრივი ხრიკი ეს არის გზაში საქართველოსკენ განცხადების დადება. ალბათ ბევრი მიხვდებით ახლა თქვენ თავს ამოვიცნობთ ამ სიტუაციაში. შეხვდებით რომ იდეალური ავტომობილი, აი სრულიად აუზიანებელი, გაპრიალებული დევს გზაში საქართველოსკენ კარგი გარბენით და რაღაც სასწაულად დაბალი ფასით, ანუ ძალიან კარგი ფასით. ურეკავთ და პასუხობენ ესეთ რამეს. აი 5 წუთის წინ გავყიდეთ ეს ავტომობილი, აი ცოტათი დაგასწრეს და აი ხო არ გნებავთ რომ ახალი ჩამოგიყვანოთ, აი ზუსტად ესეთი. 90%. ყველა აი 90% მაგანცხადებების ეგრე სრულდება დარეკვის შემდეგ. კი და ეს არის მეგობრებო, მინდა გითხრათ რომ ავტოიმპორტიორი კომპანიების ნომერ პირველი ხრიკი, რასაც ჩემდა გასაკვირად პატარა კომპანიები ხო უნდა იყენებდნენ ამ ხრიკს რომ გაიზარდონ, კი. რეალურად არა. დიდი კომპანიების ხრიკებია რა, უზარმაზარი კომპანიები საქართველოში იყენებენ ამ ხრიკს, დებენ თავიანთ განცხადებას, არჩევენ სასწაულ მანქანას, რომელიც რეალურად დღეს $10,000 დააწერეთ $5,000 ვითომ უკვე გზაშია საქართველოსკენ და როდესაც ურეკავ აი გაიყიდა და მოდი ახალს ესეც ჩამოვიყვანო. რეალურად ისეც ვეღარ ჩამოვიყვანენ, მაგრამ ის მომხმარებელი უკვე იმ ადამიანს. მე ერთხელ შემთხვევა მქონდა მომხმარებელი პირიქით მეჩხუბა. არის ეგრე. რო უთხარი სიტყვა Fusion-ზე მქონდა შეკვეთა, პირდაპირ გეტყვით. საქართველოსამდე რო დაუთვალეთ ფასი, მიახლოებით ფასი, რო უთხარი, მეჩხუბა, რომ აი მაგ ფასად რანაირად, როცა იგივე საქართველოსია უკვე გზაშია. გზაშია მაგაზე უკრავდა ეგრევე ვიყიდი მოვახსნევინებ რაღაც ეგეთი რაღაცები მითხრა. აქეთ ვეხვეწებოდ დარეკე მეთქი. და დარეკა. რა პასუხი გასცეს უკვე მეგობრებო მივხვდით ყველა. მეც ამას წინათ ახლობელი ადამიანი დამიკავშირდა, უნდოდა ერთი კონკრეტული მანქანა, გადაავლო თვალი აქაურ ბაზარს და My Auto-ზე რამოდენიმე ნახა ძალიან კარგ ფასში და რომ მითხრა ფასი მივხვდი რა განცხადებაც ქონდა ნანახი უკვე, ასე რომ ძალიან ხშირია და ნუ ვერაფერს ვერ ვიზავთ, ახლა ვერ შევზღუდავთ, მაგრამ ყველა მინდა იცოდეს, რომ როცა გეიაფებათ რაღაცა კარგი მანქანის ფასი, იცოდეთ, რომ ეს არის ეგრეთ წოდებული ანკესი. კი, სხვათა შორის მეც ყავს ერთი მომხმარებელი და თვითონვე მიხვდა ის მომხმარებელი რო დარეკა, ასე არ აყავს ეს მანქანაო და შემიძლია შემოგთავაზო და თვითონვე მიხვდა და თვითონვე ეცინებოდა სხვათა შორის ასე ჩაირთო მანქანა, რა როგორც ხდება, რომ იცით ეს მანქანა არ ამატებენ შიდა დანამატს, რაც აქვს მანქანას კომპანიის საკომისიოს და დებენ მანქანის თანხას და რა თქმა უნდა მიმზიდველი არის ეს თანხა და უბრალოდ კარგი მანქანის ამორჩევას და იაფიფასის დაწერას არაფერი არ დამუღამებული აქვს ბევრი და ზოგს არ აქვს დამუღამებული ეს ვერაფერს ვერ უშველებს. თუმცა ჩვენი ვიდეოს მე ალბათ ბევრი უყურებს და მომხმარებელი მიხვდება. იყო არის და იქნება ეგეთი განცხადებები. თავარია ჩვენ მომხმარებლები არ წამოიგონ ამ ანკესზე. მოკლედ PTL Time-ის პირველი ხრიკი ეს არის მეგობრებო, არენდოთ განცხადებას გზაში საქართველოსკენ, გადაამოწმეთ თუ თქვენ დაურეკავთ მითითებულ ნომერზე და გეტყვიან რომ აი ცოტა ხნის წინ გაიყიდა და შემოგთავაზებთ ახალს, ეს არის ავტოიმპორტიორი კომპანიის ხრიკი, რომელსაც უნდა თქვენი მიზიდვა, ამიტომ არაფერს შუაში. და გაუსვათ, ბოდიში გაუსვათ ხაზი იმას, რომ ძალიან იაფად როცა ეწერა ის განცხადება, იგივე ფასში
ვერასდროს ვერ ჩამოგიყვანთ ის ადამიანი. აი ამას გაუსვათ ხაზი რა. ეს არის მიზიდვის მიზიდვა ჩვეულებრივი მარკეტინგული ხრიკი. შემდეგ როდესაც დაიწყებთ აუქციონზე თამაშს, მერე თქვენ თვითონ ხვდებით რომ უკვე იმ ფასად ვეღარ ჩამოვიყვანთ. 3-4 აუქციონის შემდეგ თქვენს გაანალიზებთ რომ იგივე ბიუჯეტი არ გყოფილ. კი და მერე იძულებული ხართ გაზარდოთ ბიუჯეტი, რაშიც უკვე შემდეგ მართლა რეალურად მოიგებთ თანხას, მაგრამ რადგან უკვე დეპოზიტი შეტანილი გაქვთ და უკვე კომფორტულად გაგზნობიათ ამ ადამიანმა თავი, უკვე აღარ ფიქრობთ სხვაგან წასვლაზე, ამიტომ ეს ხრიკიც დაიმახსოვრეთ მეგობრებო. არჩიეთ სწორად ავტოიმპორტიორი კომპანია, რომლებიც საკმაოდ ბევრია. არ ვამბობ, რომ TL Group არის ერთადერთი კარგი ავტოიმპორტიორი კომპანია. საქართველოში ძალიან ბევრი კარგი კომპანია და არჩიეთ სწორად. ერთ ხრიკს კიდევ გასწავლით ბონუსად, თქვენ თუ იცით, ჩვენი ვიდეოს ქვემოთ რომ წითელი ღილაკია, გამოწერა რომელსაც ეგრას ნიშნავს. თუ მაგას დააჭერთ, თქვენ კიდევ უამრავი ხრიკის შესახებ და ტყუილის შესახებ გაიგებთ, რასაც ამ სფეროში შეხვდებით. ასე რომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ TL Time-ის შემდეგ ეპიზოდებს. გადავიდეთ ბოლო რუბრიკაზე. გვაჩვენეთ რა ავტომობილზე თამაშობთ აუქციონს დღეს, ან რაზე უშვებთ ხვალ შესამოწმებლად. დღეს სათამაშოთ ერთ-ერთ ვარიანტად მაქვს ეს 2015 წლიანი BMW X5. ძალიან იშვიათ მოდელზე ამერიკისთვის, რადგან არის 3.0 დიზელის ძრავზე. მანქანას გარბენია 113,000 თითქმის მილი, რაც მოგეხსენებათ ამ ძრავისთვის საერთოდ არაფერი არა კი და ძალიან გამართლებული ძრავია, რა თქმა უნდა, ეს ყველა მიცის. დაზიანებაში რა? დაზიანება წინა მხარესა აქვს, კონსტრუქცია ადგილზე დგას, ყველაფერი დარღვეული არ არის. უბრალოდ საყიდელია ასაწყობია. ხო, წინა შიტოკი და ფარები ჭირდება. შეიძლება ეგეც მოყვება და სურათში არ ჩანს, არის ხოლმე შემთხვევები. კი, ძალიან ბევრი შემთხვევა ქონია ასეთი. ბალიშები გახსნილი ხო არა? ბალიშები არაა გახსნილი და აი კაპოტია ოდნავ გასასწორებელი და. და სადამდე აპირებთ აუქციონზე თამაშს? ეს მანქანა არის ბაინაუზე გამოტანილი $11,000 ღირს, მაგრამ მომხმარებლის თხოვნით უნდა გავყვეთ 9-ზე მაქსიმუმ $100,000 წამატებით რა. არის იმის რისკიც, რომ შესაძაც 11,000 აქვს ბაინაუ, შეიძლება 9-ში არ გამოგატანოს. კი, ძალიან დიდი რისკი იცის მომხმარებელმა ამის შესახებ, მაგრამ ჩვენი თავარი ესე ვთქვათ მოთხოვნა ესეთი აქვს და ესეთია და კი ბატონო 9-მდე თამაშობთ მოკლედ ამ ავტომობილზე. შემდეგი შოთა შენ რა გაქვს? დღეს რა აუქციონი გაქვს? ბიჭებო, დღეს ჩემი ერთ-ერთი სათამაშო ვერსია არის აუქციონზე 2016 წლიანი Subaru Legacy 2.5-4.4-ზე წამყვანით. ეს მანქანა არის ბაინაუზე $900, თუმცა მომხმარებლის დაკვეთით გვინდა რომ დაახლოებით $600 ფარგლებში მოვიგოთ. მანქანას გარბენი აქვს 180,000 მაილამდე და დაზიანება უფიქსირდება წინა და უკანა მხარეს, მცირე დაზიანებები აქვს. ესეთი სერიოზული არ არის. უკან მარცხენა კარზე აქვს ცოტა, უკანა ბამპერზე და წინა მარცხენა ფრთაზე. გარბენი 180,000 მილი აქვს. საბუთები წესრიგში აქვს და ასევე აქვს შეთავაზება make an offer-ი. ამიტომ დიდი შანსია რომ ცოტა იაფათაც გამოგვატანოს. ბაინაუც ძალიან კარგი ფასია. $900-დაც მშვენია. გეტყვით რომ წინა აუქციონზე $375 არ დაგვითმო ეს მანქანა, მოვიგეთ, ასე რომ შევეცდებით შემდეგ აუქციონზე, ანუ ეხლა უკვე $600 გავამაგრებით. ხო, რომ ვითამაშო და დიდი იმედი გვაქვს რომ გამოგვატანოს. მშვენიერი ფასია წარმატებები. იაფიან შტატში დგას, გაკეთებას ბევრი არ ჭირდება, ასე რომ კარგი ვერსიაა და ვფიქრობთ რომ უნდა შევძლოთ მოგება. ძალიან კარგი. მიშ, კორეაზე რა გვაქვს? ხვალ რა ავტომობილებზე ვაგზავნით ხალხს? ესე იგი, მე მაქვს ამ მანქანაზე შეკვეთა, ამ კონკრეტულ მოდელზე, ეს არის Grand Cherokee 3.0 დიზელი overland პაკეტი. ეს არის 2014 წლის 124,000 გარბენით კილომეტრი ხო მიშა? კი, ეს არის კილომეტრი, 124,000 კილომეტრი. აქვს პანორამა, ბალიშები, წინა სიდენების გათბობა, გაგრილება, უკანა სიდენების გათბობა. მოკლედ ყველაფერია. დაზიანება აქვს მანქანას ორი ნაჭერი აქვს შეღებილი, მარჯვენა ორივე კარი, ანუ გაკეთებულია და შეღებილი და მანქანა ჯდება საქართველოსი $10,200. ძალიან კარგი ფასია ამ გარბენის და დიზაინებელი მანქანისთვის და რომელიც უნდა შემოწმდეს, როგორც ვიცი. მოწმდება დიაგნოსტიკაზე, ადგილზე, საღებავზე,
ძრავის დაიქოქება ხმას მოусმეთ როგორ მუშაობს, რომ არაფერი გამოგვეპაროს და შიდა და გარე ინტერიერი, რა თქმა უნდა, ქვევიდანაც გადაუღებენ მანქანას. შვენიერი ვერსია. კარგი. წარმატებები შენ მომხარებელს, მოკლედ. წარმატებები ბიჭებო, იმედია ამ ავტომობილებს რაც ხელს გვაჩვენებთ, თქვენთვის სასურველ და მომხარებლისთვის სასურველ ფასებში შეიძენთ. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო პირველ რიგში დრანკტედის ამ სივრცის დათმობისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ აქ ვართ და თქვენ გიყვებით ამ ყველაფრის შესახებ. ეს იყო TL Time-ი, ჩვენ კი ვართ TL Group-ი, ჩამოყავს ავტომობილები კორეიდან და ამერიკიდან. ჩვენი მისამართებია თბილისი, ჯუმბერლეჟავას 22 ნომერი, ჰუალინგის ზღვის პლაზა. ქუთაისი, რუსთაველის 32 ნომერი. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, რათა ძალიან ბევრი საინტერესო სიახლეები გაიგოთ.